აი ეს არის ჩემი პატარა საქართველო და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩვენი წილი საქართველოს უყოლას გვაქვს ქართველებს აქ ამხელა დიდ ამერიკაში. თუკი ნამდვილი ქართული გემოების გასასინჯად აქამდე ლოს-ანჯელესიდან შორს წასვლა გიხდებოდათ, ახლა ეს უკვე აღარ მოგიწევთ. ქეთიმ პატარა საქართველო ლოს-ანჯელესში ჩამოიტანა. გამარჯობა, ჩემი ნინი. ეკა და შორენა სად არიან? ბაზარზე 2024 წლის ბოლოს გამოჩნდა. ორ თვეში ქეთიმ ქართველებისა და უცხოელების გული ადვილად მოიგო. ქართულ კაფეს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. განსაკუთრებული ხალხმრავლობა მაინც უქმეებზე შეინიშნება. ძალიან დიდი გამოხმაურება გვაქვს ამერიკელებისგანაც, ძალიან შემოგვაჩვენენ მექსიკელებიც და ძალიან მოსწონთ ჩვენი გემოები და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამზარეულო იქნება მთელს ამერიკაში ქართული სამზარეულო, თუ რა თქმა უნდა კიდევ რაღაც ახალ-ახალი ობიექტები გაიხსნება. ქართული სამზარეულოდან ჩემი ფავორიტი ხინკალია. აქ თითქოს საქართველოში ვბრძნობ თავს. ქეთის სამზარეულოში ყოველი დილა ფუსფუსით იწყება. ეკა ხინკალს ახვევს, ნინი ხაჭაპურს აცხობს, შორენა კი ფხალეულობას კმაზავს. ობიექტი მომხმარებელს დაახლოებით 20-ზე მეტი სახეობის ქართულ გემოს თავაზობს. გურმანებს ადგილზე ქართული მზა პროდუქციის შეძენას შეუძლიათ. აქ დილიდან მადის აღმძვრელი სურნელი ტრიალებს. ყველაზე დაჭურცული დღეებად ითვლება პარასკევი, შაბათი, კვირა. როცა დილის 11 საათიდან საღამოს 10 საათამდე ხალხს ვერ განვუვლებთ ხოლმე. დღის მანძილზე სადღაც მიწევს 40-50 მხოლოდ იმერულის გამოთხოვა. და აჭარულის მოთხოვნილება ძალიან დიდია. კაფე საქართველოს გახსნამდე ქეთი უამრავ სირთულეს წააწყდა, თუმცა როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, სირთულეებმა არ შეაშინა. დაბრკოლებებმა ბრძოლის ჟინის შემატა და საქმეც ბოლომდე მიიყვანა. ძალიან ბევრი ცრემლი იყო, ძალიან ბევრი იმედგაცრუება იყო. აი აქ რო ვიღაც მეორე მეკავს და გეუბნება, რომ იქნებ შენთვის არ არის. აი იქნებ თავი დაანებო ამ იდეას, მაგრამ აქ ყოველთვის მყავს ადამიანი, რომელიც უმეუბნება, რომ მე აბსოლუტურად ყველაფერს შევძლებ. რეპორტაჟის გადაღებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. ძალიან მინდოდა, რომ დედაჩემი და ჩემი შვილის იმედები გამემართლებინა. ქეთის ყველაზე შორს მიმავალი გეგმები საქართველოს უკავშირდება. უახლოესი კი ლოს-ანჯელეს, სადაც არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ქართული სამზარეულოს მოყვარულებს კიდევ ერთ ობიექტს შესთავაზებს. გიორგი ჩუგოშვილი, ლოს-ანჯელესი.